მიმდინარე 2024 წელს მე-7 მე-8 თუ მე-9 რუსმა ქართული ოცნების რუსული ხელისუფლების ერთ-ერთმა საყრდენმა კახა კალაძემ მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება. მან ბათუმში ჩაატარა საფეხბურთო მატჩი და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, ჩვენი დონის და არა მხოლოდ ჩვენი დონის, მაგალითად ჩოთა არველაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თავადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რა საკვირველია. ეს ფეხბურთელები ჩვენები ეთამაშნენ უზარმაზარი ისტორიის მილანის საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს, ვეტერანებს. იმ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ანდრეი შევჩენკოს, იცით თქვენ და ამაზე გვისაუბრია, თუმცა არც პაოლო მალდინი არ ყოფილა, ამასაც ვიტყვი, მაგრამ ახლა ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას. ბათუმში ჩატარდა ეს მატჩი, კარგი მატჩი, მაყურებელმა ისი ამოვნა, მაყურებელმა ნახა რივალდოს, ედორფი, ნესტა თუ არ ვწდები, კაკა და სხვა დიდი ფეხბურთელები, კაფუ მაგალითად. ახლა წარმოვიდგინოთ 2025 წელია, ანუ 1 წლის თავზე, 7 თვის თავზე, 8 თვის თავზე, კახა კალაძე მაგალითად ივნისის თუ ივლისის თვეში აპირებს, რომ გაიმეოროს ამგვარი მატჩი და კვლავ ამ მოსაწვევებს უგზავნის თავის მეგობრებს, ხსენებულზე ედორფს, რივალდოს, კაკას, კაფუს, სხვებს და სხვებს. ვინ ჩამოვა ბათუმსა თუ თბილისში? მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არც არავინ და მათ შორის არც იმის გამო, რომ ისინი არიან, ისინი რჩებიან პერსონალურად კახა კალაძის მეგობრებად და არ ჩამოვლენ იმიტომ, რომ კახა კალაძე, ისევე როგორც ქართული ოცნების ხელისუფლება, მთლიანად პრაქტიკულად, უკვე ახლა 2024 წლის მიწურულს სანქცირებულია და 2025 წელს კი მათ ახალი სანქციები წამოეწევათ. დიახ, კაფუ, ეს ბრაზილიელი ფეხბურთელი და მით უფრო იტალიელები, რომლებიც იყვნენ კალაძის თანაგუნდელები მილანში, ან ევროპის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ყოფილი ფეხბურთელები, ვარსკვლავები, მაგალითად ზედორფის საკუთარ რეპუტაციას არ შეაგდებენ სასწორზე, ისინი არ გასწირავენ საკუთარ თავს, სწორედ იმიტომ, რომ კალაძე მაფიოზი, კალაძე წარმოადგენს რუსულ ხელისუფლებას და სწორედ იმიტომ, რომ ევროპის კავშირმა უკვე მიიღო და მომავალშიც მიიღებს ისტორიულ გადაწყვეტილებას და სანქცირებს, პერსონალურად დაასანქცირებს ამა თუ იმ პირს და მათ შორის კალაძეს. ეს შესავალი დამჭირდა იმისთვის, რომ მე კარგად ავხსნა რა ყუჟი მარყუჟი ვიწროვდება კოლექტიური ქართული, ანუ რუსული ოცნების წარმომადგენელთა კისერზე და შესაბამისად დავსვა კითხვა, როდის და როგორ გავიმარჯვებთ ჩვენ, უნდა ვიცოდეთ, რომ კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ, რომ ბრძოლა, რომელშიც ახლა ჩვენ შევედით, არ არის მოკლე დისტანციაზე ჩვენი რბოლა, ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ახლა რომ დავიწყეთ 18-19-20 დღის წინ ეს რევოლუციური პროცესი, აუცილებლად წლის ბოლოს სულაც არ დასრულდება. ეს, მოდი მაინც ესე ვიტყვი, არის საშუალო სიგრძის მარათონი და ჩემი ოპტიმისტური გათვლებით, გარკვეული პირობების შესრულების გათვალისწინებით, ეს მარათონი დასრულდება. ამ მარათონის ფინიში იქნება დაახლოებით თებერვლის მიწურულს, მარტის მიწურულს, აპრილის დასაწყისში, აპრილის შუა რიცხვებში კიდევ აპრილის მიწურულს, აპრილის ბოლოს. ანუ ეს არის მარათონი და ჩვენ გვჭირდება პირველი რესურსების გადანაწილება, სწორი მართვა ამ პროცესისა, მეორე გამძლეობა გვჭირდება, დაუღალავობა გვჭირდება, მტკიცედ ყოფნა გვჭირდება. დიახ, ჩვენ თუ პერმანენტულ დიდ, მუდმივ დიდ აქციებს
გავმართავთ და აქა იქ ყოველდღიურად პრაქტიკულად გავმართავთ პატარ-პატარა მცირე მასშტაბის აქციებს, მარშებს, პროტესტებს, მიტინგებს და ასე შემდეგ და 4 თვის განმავლობაში უხეშად 3-4 თვის განმავლობაში ვაჯანჯღარებთ ამ ხელისუფლებას დაახლოებით თებერვლის მიწურულს, მარტის მიწურულს, აპრილის მიწურულს ეს ხელისუფლება ჩამოიშლება და როცა ჩამოსვლაზე ვლაპარაკობ, არ გულისხმობ 99 დეპუტატს თუ 10-12 მინისტრების მოადგილეებს, თუმცა ეს უკანასკნელნი ჩემი აზრით გამოეცლებიან მალევე ივანიშვილის ვერტიკალს, არ გულისხმობ ამ 99 დეპუტატს და 12 მინისტრს, მე გულისხმობ სისტემას, როგორც ასეც ერთი პოლიციელი დაწერს განცხადებას მას შემდეგ, როდესაც ჩემი რომელიმე ერთი კოლეგა ამ შემთხვევაში საჯაიას გულისხმობ ნანუკას მიაწვდება ან მარიამ გაფრინდაშვილი ან იმ არხის ჟურნალისტები ასე მაგალითად სალომე ლაბაძე რომელსაც მე მუშაობ სალომე ლაბაძე თუ სხვები და სხვები ნიკა საჯაია სხვები და სხვები მიაწვებიან და სავსებით სწორ სამართლებრივ და სამართლიან კითხვებს დაუსვამენ კი უბრალოდ კი არ კითხავენ არამედ სწორედ დაკითხავენ ამ პოლიციელებს მე გუშინდელი კადრი მახსენდება ხსენებული საჯაიასი რომელმაც ამოსუნ თქვის შესაძლებლობა არ მისცა ერთ პოლიციელს არ ვიცი ოცეულის ალბათ ხელმძღვანელს მაგრამ ის გაურბოდა დიახ რომელიღაც ეტაპზე ეს კონკრეტული პოლიციელი დაწერს განცხადებას და მას მიხბაძავენ სხვები და სხვები სისტემა ნელ-ნელა დაიწყებს რღვევას ჩამორღვევას გარღვევას, ნაკერებზე გარღვევას მეთქი, ესე ნახევრად ჟარგონულად ვიტყვი. დიახ, რატომ არ გავს ეს რევოლუცია, უკრაინის ღირსების რევოლუციას, ესეც უნდა ვიკითხოთ მე მეკითხებიან განსაკუთრებით უკრაინელი ჩემი კოლეგები 24 არხიდან, რუსულად ვიტყვი, ამ კითხვას რუსულად დავსვამ, რომელსაც მე მისვამენ, а похоже ли грузинская революция на революцию достоинства 14 года Украины? Или похоже ли нет ваша революция минских процессов 20 года? Ара, ჩვენი ჩვენს რევოლუციას აქვს ჩვენი ფერები. ჩვენს რევოლუციას აქვს ჩვენი შტრიხები. სხვათა შორის უკრაინული ღირსების რევოლუცია ხო აიგდო ამ ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ და ამბობს რომ ეს არის არ შეიძლება მაიდანიზაცია რო გახდეს და ასე შემდეგ. მაიდანი უკრაინის 2014 რევოლუცია იყო უკრაინის თანამედროვე უკრაინის ფორმაქმნადობის დასაწყისი. დიახ, მაიდანი რომ არ ყოფილიყო უკრაინა არ იქნებოდა ესოდენ წარმატებული ომს არ გულისხმობ ახლა ომი 2022 წელს დაიწყო ამაზე ცალკე გვექნება ჩვენ ვიდეო ბლოგი რა მოიტანა ამ ომმა დადებითი უკრაინისათვის. დიახ, ფორმაქმნადობა დაიწყო 2014 წელს გააგდეს რა რუსი იანუკოვიჩი, მაგრამ მაიდანს ჰქონდა ერთი 2-3 უარყოფითი ამბავიც ვიყოთ გულახდილნი. მაიდანის პირველი უარყოფითი ამბავი არის ის, რომ სისხლი დაიღვარა. ჩვენთან იმის გამო, რომ უკიდურესად მშვიდობიანია ეს ჩვენი აქციები, საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა კი ამბობს ხშირად, რომ მაიდანი ცუდიაო, ქართულ მაიდანს ცდილობს ოპოზიციაო თუ საზოგადოებაო, მაგრამ თლად ესე არ არის, იმიტომ რომ ჩვენთან ვიყოთ გულახდილნი ჩვენსკენ იარაღი არ არის. ამიტომ ჩვენ ვერ ვესწრით ვერანაირად ვერ დავიცავთ თავს იარაღით, იმიტომ რომ იარაღი უბრალოდ არ აქვს. უკრაინელებს აღიაროთ ხო? უკრაინელი საზოგადოების კიევში გამოსული და არა მხოლოდ კიევში გამოსული საზოგადოების პატრიოტების ხელში მცირე რაოდენობით რასაკვირველია, მაგრამ იარაღი იყო. მეორე უარყოფითი რაც ჰქონდა უკრაინულ რევოლუციას ღირსებისა ეს არის ხრუშჩევსკის ქუჩაზე მომხდარი ამბავი. იცით თქვენ რომ რამდენიმე ათეული მოქალაქე დაიღუპა, ვინც ყოფილა აღბარძე რო ადიხართ იქ არის, ეხლაც არის სამაღალი ალბათობით ფოტოები გამოფენილი დაღუპულებისა, ახალგაზრდა ბიჭის, ოჯახის, ხანშესული მამაკაცის და ასე შემდეგ, ვინც იბრძოდა. ვინც პირდაპირ იბრძოდა, ანუ ისროდა რუსი იანუკოვიჩის წინააღმდეგ და დაიღუპნენ ეს ადამიანები. ჩვენთან ეს მშვიდობიანია ეს პროტესტი ეს ერთი და მსხვერპლის გარეშე რასაკვირველია უნდა დასრულდეს, თუმცა აქვე ვიტყვი რომ მსხვერპლი ყოველთვის არის დიქტატორების
არჩევანი იმ შემთხვევაში იანუკოვიჩისა, სხვა შემთხვევაში მილოშევიჩისა, კიდე სხვა შემთხვევაში ასადისა და ჩვენ შემთხვევაში დიქტატორ ივანიშვილისა. მაგრამ ასევე ბელარუსისაგან განსხვავებით ჩვენი რევოლუცია, იმიტომ არის ჩვენი რევოლუცია, იმიტომ იქნება წარმატებული, რომ ჩვენ გვაქვს ამ რევოლუციების და თუ გნებავთ ესე ვიტყვი, თუ მაინც და მაინც აღიზიანებს ქართული ოცნების რომელიმე მომხრეს და არა ქართული ოცნების რომელიმე ლიდერს ეს ქართული ოცნების რომელიმე მომხრეს თუ აღიზიანებს ეს სიტყვა რევოლუცია, ვიტყვი ასე, ჩვენი პროტესტის ხიბლიც ის არის, რომ ჩვენ გვაქვს წარმატების საიდუმლოც არის ის, რომ ბელარუსებისაგან განსხვავებით მათდამი პატივისცემის დადასტურების გათვალისწინებით, ჩვენ გვაქვს პროტესტის უწყვეტი პროტესტის ტრადიცია. კულტურა ჩვენ არ ვართ საბჭოთა საზოგადოება რაგვარია ლუკაშენკოს მართლობით არსებული ბელარუსი არის მაინც საბჭოთა ქვეყანა პოსტსაბჭოთა თუ გნებავთ ვიტყვი მაგრამ არსებითად თავისუფლების სურვილისაგან დაცლილი აი ჩვენ ამ ხნის განმავლობაში უამრავი წვალების გაათვალისწინებით, უამრავი ტკივილის გაათვალისწინებით, ყველაფერთან ერთად თავისუფლების სურნელი ჩვენ შევიგრძენით ძალიან ბევრჯერ, აქედან გამომდინარე ჩვენი რევოლუცია ერთის მხრივ არ ჰგავს უკრაინის რევოლუციას და ჩვენი ფერი გვაქვს 14 წლის რევოლუციას გულისხმობ, რასაკვირველია, მაგრამ ამავდროულად მით უმეტეს არ ჰგავს და არ შეიძლება ჰგავდეს მინსკის წარუმატებელ რევოლუციას 2020 წელს, რომელიც მოხდა და რომელიც ჩაახშო ლუკაშენკომ, ან მოსკოვშიც იყო მილიონიანი მარში, მაგრამ პუტინი იმ მარშს გაუმკლავდა ძალიან იოლად. აქედან გამომდინარე, ნერვიულობთ ამასთან დაკავშირებით, ჩვენი რევოლუცია კვლავ ვიმეორებს 3-4 თვე თუ გავძლებთ. მარტამდე, აპრილამდე, აპრილის მიწურულამდე მაქსიმუმ. იმის გათვალისწინებით, რომ სანქციები წამოეწევათ, იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო რგოლში ისინი გაირღვევიან, იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკას სერიოზულად დაერხება მათ შორის ლარსაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბიზინა ივანიშვილი ჩასულია ყველა ფსორს all in აქვს გაკეთებული ოღონდაც კი გადარჩეს. მას შემოერღვევა ხელისუფლება საშუალო რგოლიდან და ქვემოთ და ეს იქნება ჩვენი წარმატების საფუძველი. მეცაც გეტყვით, გადასახადსაც კი ჩემი ოპტიმისტური გათვლებით აღარ გადაიხდა, არა მარტო ვეღარ, არამედ აღარ გადაიხდიან კომპანიები გადასახადებსაც, იმიტომ რომ არ დაემორჩილებიან. სხვათაშორის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რემარკაა, არ დამორჩილება ინდივიდების, არ დამორჩილება არის უმნიშვნელოვანესი. მე არ ვიზიარებ კი არ ვემორჩილები შენი რუსის მიერ შექმნილ სისტემას, შენ ჩემი გადასახადებით თუ ხარებას კოლექტიურს თუ კონკრეტულს აფინანსებ, რომელიც მერე სისხლში აბანავებს მოქალაქეებს, მე თანახმა არა ვარ, რომ ჩემი პირობითად 5 ლარი გადავიხადო სახელმწიფო ბიუჯეტში, გაგიკვირდებათ და აქამდეც კი შეიძლება მივიდეს ეს პროცესი და ინდივიდუალურ პროცესზე, ინდივიდუალურ გულადობაზე არის ბევრი რამ დამოკიდებული. ბარემ ვიტყვი, კრიტიკული შენიშვნები წინაზეც მქონდა ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ, დღეს ოპოზიცია არ არსებობს. არ არსებობს და ხალხში, მოქალაქეებში, პროტესტის მონაწილეებში ან იბადება, ან მომავალში დაიბადება, ძალიან ახლო მომავალში, უთუოდ დაიბადებიან ახალი ლიდერები, მემარცხენეები, მემარცხენე ახალგაზრდები, ისინი ვისი მოსაზრებებიც რაღაც ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, მე შეიძლება როგორც მემარჯვენე, შეიძლება სულაც არ მომწონდეს, მაგრამ ისინი ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც აიღებს ლიდერობას საკუთარ თავზე, ვინც გამოძერწავს და გამოჩორკნის საკუთარ თავს ლიდერებად. არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სპექტრმა, რომელმაც 26 ოქტომბრის შემდეგ საკუთარი პარტიული აქტივიც კი ვერ მოიყვანა, ვერ გამოიყვანა ქუჩაში, არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა მეტწილად, მოდი ესე ვიტყვი, თავი ამოწურა. რთული იქნება ახალი პოლიტიკური კლასის დაბადება, იმგვარი პოლიტიკური კლასის დაბადება, რომელიც ქართულ ოცნებას შეუპირისპირდება მომავალ გარდაუვლად რო შედგება იმ არჩევნებში, მაგრამ ის პოლიტიკური კლასი იქნება გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღევანდელი ოპოზიცია. მეთქი, ოღონდ ამაზეც ძალიან არ ხურდები, იმიტომ რომ
არსებულ ოპოზიციასაც აქვს თავისი როლი მოცემულ ეტაპზე. მაკა გაბრუნდი უკან. ეს სლოგანი ჩვენ მოვიფიქრეთ რატომ? ევროპის კავშირმა პრაქტიკულად მიიღო ცალკეული პროცედურული საკითხების გადაწყვეტილებები ხა აკლია ამას, რომ დაასანქციროს დიპლომატიური პასპორტებით მოსარგებლე პირები. უფრო ზუსტი რო ვიყოთ, ჯერ არ ვიცით. უფრო ზუსტი რო ვიყოთ, ჩვენ არ ვიცით და მაკა ბოჭორიშვილია დაასანქცირებენ პასპორტებს თუ დაასანქცირებენ პიროვნებებს. იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ პასპორტებს, ტიპ პასპორტებს დაასანქცირებენ, ეს რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური ამბავი იქნებაო, ვინმე იტყვის და ასეც არის. დიახ, მაკა ბოჭორიშვილი აიღებს დოკუმენტს და ამ დოკუმენტით საკუთარი ბიომეტრიული პასპორტით, ჩვეულებრივი მოქალაქის პასპორტით წავა მილანში საშოპინგოდ. კალაძე, ხშირად დადის ხოლმე, როგორც ვიცი, მეუღლესთან ერთად ჩვეულებრივი პასპორტით წავა კალაძე თუ მაკა. მაგრამ ეს თლად ესეც არ არის. იმ შემთხვევაში თუ პიროვნებაზე არ ვრცელდება ეს დასანქცირება, ეს სანქციები, მაკა ბოჭორიშვილს თუ კახა კალაძეს, დიმიტრი სამხარაძეს თუ დიმიტრი ქვია ხო? დიმიტრი სამხარაძეს თუ ნიკოლოს სამხარაძეს, ავიცი, ანრიო ხანაშვილს თუ ირაკლი კობახიძეს, ანუ იუსტიციის მინისტრს თუ პრემიერ-მინისტრად წოდებულ ბანდიტებს, პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულ ბანდიტს, პაპუაში სხვებს. ჩვეულებრივი პასპორტითაც კი ფრიად გაუჭირდებათ საზღვარზე გასვლა, იმიტომ რომ ერთიანი მონაცემთა ბაზა არსებობს და მე საზღვრე ვინმე, ჰოლანდიელი, იტალიელი, პოლონელი, ჩეხი თუ თუნდაც უნგრელი, იტყვის რომ so sorry. თქვენ სარგებლობდით დიპლომატიური პასპორტით. ჩვენს მონაცემთა ბაზაში პირობითი ნომრით 01700 და კიდე 1 თუ არ ვცდები, ხო? წერია, რომ თქვენი დიპლომატიური პასპორტით ვეღარ სარგებლობთ, იმიტომ რომ სანქციების ქვეშ ხართ მოყოლილები. აქედან გამომდინარე, მე ბევრი კითხვა უნდა დაგისვათ, ქალბატონო მაკა. საგარეო მინისტრად კი ხართ მოხსენიებული სადღაც დოკუმენტში, მაგრამ თქვენ ხო არავინ არ გცნობთ ჩემი ქვეყნის ხელისუფლება არ გცნობთ ყოველ შემთხვევაში. ინდივიდუალური სანქციები წესდება თქვენზე და მე ამ ჩვეულებრივი პასპორტითაც ოკეი შეგიშვებთ, მაგრამ 25 წუთით წამომყევით რა იმ ოთახში. იქ უნდა გაგესაუბროთ. და მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც ისედაც ვერ იღებს ვერც ერთ კონფერენციაში, ვერც ერთ საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, სულ რომ ჩვეულებრივი პასპორტით ცდილობდეს საზღვრის გადაკვეთას, გადაკვეთს ან ვერ გადაკვეთს. მას გაუშვებენ ან არ გაუშვებენ და თუ ბელარუსში უნდა ქალბატონ მაკას სიარული თუ ეს ყოფილა მისი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულის ოცნება იაროს ლუკაშენკოსთან მიიღებს ბაჭკა ლუკაშენკო ეს რომ ვიცოდეთ. დიახ, ამ პრობლემების წინაშე აღმოჩნდება ქართული ოცნება, ახლა ამონათდება თუ არ ვწდები შემდეგი სლოგანი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ახლაც ვისაუბრებთ, პროტესტის უწყვეტობა მარტამდე აპრილამდე. არა უგვია, არა უმეტეს აპრილისთვისა, ხო, მაისის, არ ვიცი. უწყვეტობა მოკლედ რამდენიმე თვიანი და დივერსიფიკაცია, ხო ამაზე არ მილაპარაკია. დივერსიფიკაცია რას ნიშნავს? იცი, დივერსიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ეს პატარ-პატარა მარშები ბარსელონას გამეცին ამაზე, მაგრამ მაინც თქვა, ბარსელონას ფანების მარში რეალის ფანებთან ერთად. ეხლა შეგვიძლია ჩავატაროთ ლივერპულის და მანჩესტერ იუნაიტედის, არსენალის, ჩელსის, სელტიკის, ბოკა ხურ სელტიკის რომელიმე სხვა შოტლანდიური გუნდის, ხო? ასევე არგენტინაში რივერ პლეიტის თუ ბოკა ხუნიორსის, არგენტინოს ხუნიორსის, სხვების და სხვების, ხო, ბაიერნის, გერმანიაში, ბორუსიას, გერმანიაში, რეინჯერსი თქონდა, არ მithქვავს, ხო, შოტლანდია, სელტიკისა და რეინჯერსის. მოკლედ, შეგვიძლია ჩავატაროთ ასეთი მარშები, მაინც და მაინც ფეხბურთზე კი ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ, რომ პატარ-პატარა მარშუკები მშობლების 40 წელს გადაცილებულთა 40 წლამდე გიჟების, ხატრების, ნახატია ჩემი ძმის, შემგარ ხელმარცხნი, აი აქეთ ორი ნახატია, ხო? თელსახლი. თელსახლში მაქვს ჩემი არაჩვეულებრივი მხატვარი ძმის ნახატები, გიორგი ტაბლიაშვილი, დასერჩეთ. ხო, ლურჯა ცხენები. რეკლამას უწევი ხა ესე გამოდის, მაგრამ მართლა კარგი ნახატები. მოკლედ, რატო ყვები ამას? მხატვრების, მუსიკოსების
სპორტსმენების, ყოფილი სპორტსმენების, სუდი სპორტსმენების, კარგი სპორტსმენების, მშობლების, ახალგაზრდების, ველგაზრდების, მოსწავლეების, მშობლების, საბავშვო ბაღის, აღმზრდელების თუ ყველას მარში შეიძლება ჩატარდეს. ეს პატარ-პატარა პრობლემუკები უწყვეტად შეუქმნის ხელისუფლებას დისკომფორტს და გაირღვევა ეს ხელისუფლება ნელ-ნელა მართლა რამდენი ხანი შეიძლება იყოს ხარებაზე თუ ხარებას შემცვლელზე ის დამოკიდებული ბოდიში იმიტომ რომ ხარება ჯედეთი ავიგერო ხარება მოხსნესო მაგრამ ამჯერ ამის ბოლომდე ხარება ვეღარ გააკონტროლებს უკლებლივ ყველას ეს რომ ვიცოდეთ მაინც ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არის მარათონი საშუალო დისტანციაზე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არ გავს რევოლუციას უკრაინულს ეს არ გავს რევოლუციას წარუმატებელს ბელარუსულს არ გავს ეს არის ჩვენი რევოლუცია ჩვენი პროტესტი ჩვენი ფერებით ჩვენი შტრიხებით და როდესაც გითხავენ ხო ეგ რა მაგის პასუხია რომ არ დამავიწყდეს არც ერთმა მედია საშუალებამ არ უნდა უწოდოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ბანდიტ ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრი არ უნდა უწოდოს დე ფაქტო ან თვითმარქვია პრემიერ-მინისტრი მას უნდა ვუწოდოთ ყაველაშვილს უნდა დავცინოთ მუდმივად 99 ჯერ რომ რამდენი დეპუტატი სახავთ რომ დავცინებთ ყაველაშვილი ისედაც ისტერიკაშია ისედაც ვერ ხვდება რატომ აირჩიეს პრეზიდენტად ყაველაშვილი დაწერს აღოს არ ვიცი ვის ბიზინა ივანიშვილის სახელზე განცხადებას და წავა სისტემა გაირღვევა იმ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით უდრეკები და არა ყაველაშვილსაც უნდა უწოდოთ რასაკვირველია თვითმარქვია პრეზიდენტი ან დე ფაქტო პრეზიდენტი პრეზიდენტად რჩება ბევრჯერ მithქვამს ლამის ყველა ბლოკში მეორე რჩება სალომე ზურაბიშვილი სულ რომ გამოასახლონ იმ რეზიდენციიდან სულ რომ გამოასახლონ და სახლში მოუწიოს მაგრამ აქ კიდევ ერთი დეტალია ისე მიაქანებს ამ რუსულ ცხენს ბიზინა ივანიშვილი რუსი რომ არ დაჭერა და რეპრესიების ქვეშ არ მოყოლა ერთხელ აცემა ხო ესე ვიტყვი თითქოს უკვე ეხავს თითქოს უკვე სირცხვილი ხდება მაკა ბოჭორიშვილის გასაგონად ვიტყვი ბოლო წინაადებას სისტემა გაირღვევას ვიტყვი უკვე შემდგომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაკა ბოჭორიშვილი ისევე როგორც ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულის სახელი და გვარი ის არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი და ის შოპინგზეც კი ვერ წავა მილანში დიახ ბერანაირი კეკლუცობა მას და ნინო წილოსანს ვერ გამოუვათ ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში უნგრეთშიც კი იმიტომ რომ ხელს რომ ართმევენ ხელის ჩამორთმევაც კი მისთვის როგორც საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულისთვის არ მოხდება და ეს რაღაც სულელური ტვიტები კი არა რაღაც განცხადებები საგარეოს საიტზე რომ აი ჩვენ დაგვირეკა ბრიტანეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა რატომ დაგირეკათ და როგორ დაგირეკათ და როგორ მოგიხსენიათ ქალბატონო რუსო ბოჭორიშვილო ეს ჩემზე კარგად უცხით მან ბრიტანეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გვარი არ მახსოვს როცა დაუკავშირდა ის ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებულ ბანდიტკას მან უთხრა მან მოთქვა ესე რომ მე გირეკავთ თქვენ როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელს და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ვერ გაუგია ბოჭორიშვილს იმიტომ რომ იცით რატო იმიტომ ის ვალდებულებით დამოკიდებულებაშია ბიზინა ივანიშვილთან და ვინც ვალდებულებით დამოკიდებულებაშია ბიზინა ივანიშვილთან ვინც დაიქვემდება საკუთარი თავი და გადაეფსკდა ბიზინა ივანიშვილს ის ისტორიის წინაშე ხო დამარცხებულია და რეალურად ამ ვითარებაში აქაც ახლაც დამარცხდება არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ სისტემა გაირღვევა 3-4 თვე უნდა გავძლოთ მეგობრებო ჩემი წარმოდგენით ყოველ შემთხვევაში არა უმეტეს მადლობთ